თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ეს დაკავებული 8 პირის საქმეზე სხდომა დაახლოებით 9 საათის წინ დაიწყო, როგორც იცით ამ პირებს, მათ შორის ზვიად ცეცხლაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ვასილ კაძელაშვილს და კიდევ 5 პირს ედავებიან ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. დღევანდელ სხდომაზე, ისევე როგორც ბოლო სხდომების განმავლობაში, კვლავ მტკიცებულებებს იკვლევს სასამართლო. საქმე არის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და მას განიხილავს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. დღეს უკვე უსმენს სასამართლო და უკვე მხარეთა კითხვებს პასუხობს კიდევ ერთი პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე, რომელიც სხვა პოლიციელების მსგავსად, რომლებიც წინა სასამართლოს სხდომებზე გამოიკითხნენ, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონეა, მას დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა სხვა მოწმეების მსგავსად, რომლებიც ამ საქმეზე გამოიკითხნენ და ეს მოწმეები ასევე მათი ნაწილი გამოკითხულია აქციების ეს დაკავებული 11 პირის საქმეზეც, მათ შორის ანდრო ჭეჭინაძის, ომისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზეც და ისინი ამბობენ, რომ მათ კონკრეტულად რომელიმე ბრალდებული ამ საქმეების ფარგლებში ვერ ამოიცნეს, ისინი ვერ ამბობენ, რომ მათ მიაყენეს სიანი საპროტესტო აქციაზე მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც დღეს უკვე განაცხადა მოწმე პოლიციელმა სასამართლოს სხდომაზე, იგი 28 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, იგი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და როგორც იგი ამბობს, მას სახეში მოხვდა ქვის ფილა, რის შემდეგაც მას ოპერაციაც კი დასჭირდა, თუმცა სხვა პოლიციელების მსგავსად, როგორც უკვე გითხარით, იგი აღნიშნავს, რომ მას არ დაუნახავს თუ ვინ ესროლა ქვა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ისინი აღნიშნავენ, რომ დღესაც ელიან იმას, რაც ნახეს წინა სასამართლო პროცესზე და რომ ეს მოწმეები, რომლებსაც წარმოადგენს პროკურატურა, საქმეში რეალურად ამ საქმისთვის რელევანტურები საერთოდ არ არიან. მტკიცებულებების გამოკვლევა ამ საქმეზე ჩვენ არ ვიცით წინასწარ რომ მტკიცებულებების გამოიკვლევს ან ვინ მოწმეებს მოიყვანს ბრალდების მხარე, თუმცა დიდი ალბათობით ბრალდების მხარე გააგრძელებს და შესაბამისად ჩვენს გავაგრძელებთ იმ პოლიციელების დაკითხვას, რომელთაც დაზარალებული სტატუსი აქვს, სრულიად შეუსაბამოდ ამ საქმესთან და რავითარი კავშირი რეალურად ამ ახალგაზრდების უსაყრელობასთან არ გააჩნიათ. ეს არის უბრალოდ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების შეტანილი შოუ, თუმცა ყველა მოწმე ცალსახად ყველა სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ არც იდენტიფიცირება და უფრო მეტიც ბრალდების მხარე არც ედავება ბრალდებულებს და ხშირად ეს არის ხოლმე მიზანი მათგან შექმნათ სურათი, რომ თითქოს ამ პოლიციელების დაზიანების ედავებიან ამ ახალგაზრდებს. სინამდვილეში ყველამ დაიცოდეს, რომ ეს ასე არ არის, ეს დაზიანებულები აქ მოყვანილები არიან მხოლოდ სურათის შესაქმნელად, რომ შეიქმნას სურათი თითქოს რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი. დღესაც სხდომა იწყება პროკურატურის ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევით. დღეს წარმოდგენილი იქნება 4 პოლიციელი, რომელიც გამოიკითხება საქმესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღის და პროცესების განმავლობაში ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს, რომ მებხია კასაძე საიმის შემხებულობა აქვს ძალადობრივ მოქმედებებთან და ასევე მის ორგანიზებასთან და დავალებების გაცემასთან. არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი მოწმე პოლიციელი, რომელიც მოდის, მოწმე არის ის ადამიანი, რომელმაც ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სასამართლოს და მხარეებს და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბროს. მოწმეები, როდესაც მოდიან და ვკითხავთ ადვოკატები, ისინი ვერ ადასტურებენ და ვერ მიუთითებენ ვერანაირ კონკრეტულ მოქმედებას ან ქმედებას, რომელშიც არის შემხებულობაში მებხია კასაძე. ეს პროცესები ვიდრე პოლიციელების დაკითხვა არ დასრულდება, იქნება ერთი და იგივე აბსოლუტურად. ვინაიდან ისე დაიწყეს, რომ არავინ ხელს არ ადებს და ძირითადად მათი პოზიცია არის ასეთი, რომ დაზიანდნენ, მაგრამ ვისგან დაზიანდნენ, ეს ბრალდებულები იყვნენ თუ არა იმ დღეს აქციაზე, საერთოდ არასდროს რომ არ უნახავთ არც აქციაზე, არც სხვაგან და საერთოდ რომ ვერ იცნობენ ამ ადამიანებს. ანუ ეს მოწმეები ვიდრე მტკიცებულების, ჩხრეკის, ოქმების მოწმეებზე არ გადავა საქმის განხილვა, იქნება მონოტონურად ზუსტად ერთი და იგივე და მსგავსი.
მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმის ფარგლებში პროკურატურამ სასამართლოს ხდომებზე უკვე არაერთი მოწმე პოლიციელი წარმოადგინა, მათ აქვთ დაზარალებული სტატუსი ამ საქმეში და მაგალითად წინა სასამართლოს ხდომაზე ერთ-ერთმა პოლიციელმა ივანე კაპანაძემ განაცხადა, რომ მას აქციის ეს ხელი იმდენად დაუზიანდა და ისეთი ძლიერი სისხლდენა დაიწყო, რომ ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა, მას დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელი, რომელზეც სისხლის კვალი უნდა ყოფილიყო, მას ჰქონდა ეს ტანსაცმელი, მას სახლში აქვს, არ მიუტანია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში და რამდენჯერმე გარეცხა კიდეც პროკურატურას კიდევ არაერთი მოწმე პოლიციელი ყავს წარმოდგენილი ამ საქმეში. მე შეგახსენებთ, რომ ამ 8 პირს, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს, ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. აქედან 3 პირს, მათ შორის ვიერ ცეცხლაძეს ორგანიზებას ედავებიან ამ დანაშაულის და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე, ამ 3 პირს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო დანარჩენებს ემუქრებათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა.